დღეს ბევრ ადამიანს გაღვიძებისას აღმოაჩნდება, რომ გაკოტრდა. რა უნდა ქნა ამასთან დაკავშირებით? გაუგებარია. ხო, საერთოდ თლიანად ყველაფერი დაიწვა. ჯანდაბა. უკვე მინდა რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია მართლა დასრულდეს. იქ იმდენი ადამიანი კვდება, იმდენი მეწარმე იტანჯებიან. 22 ივლისის დილიდანვე რუსები ინტერნეტში რატომღაც საწყლად ტირიან და ჩივიან. ჩვენ რა დაგვიშავებია? უკრაინულმა დრონებმა 22 ივლისის ღამეს კვლავ შეუტიეს Wildberries-ის, რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის საწყობებს და ამ ღამით საწყობები იწვოდა კრასნოდარში და ნევინ-ნომისკში. ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, რომელიც 18 ივლისს დაიწყო და რომელიც თავად რუსების გათვლებით უკვე უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე წლიური ბიუჯეტები. 53 რუსეთის რეგიონის ბიუჯეტებს ერთად აღებული. კრასნოდარში ადგილობრივმა როსპოტრებნაძორმა რეკომენდაცია გასცა, რომ მოსახლეობამ იშვიათად გავიდეს გარეთ და ატაროს რესპირატორები, რადგან დამწვარი საწყობების კვამუმა მთელი ქალაქი დაფარა. უკვე აშკარაა, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება სისტემურად დაწვას ყველა დიდი საწყობი Wildberries-ის, ყველა დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემდეგ. დღევანდელ გამოშვებაში დეტალურად განვიხილავთ კონკრეტულად სად დაარტყეს უკრაინულმა დრონებმა ამ ღამით. რამდენი საწყობი უკვე დაიწვა და რამდენი დაიწვება მომავალში, რა დანაკარგების ციფრებია, როგორ ტირიან რუსები და გამყიდველები, რომლებმაც საქონელი დაკარგეს. და მთავარი, რა არის სტრატეგია, რატო ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალები მეთოდურად მტრის ლოგისტიკასა და საწყობებს. აქაც ჩვენ ვიმუშავებთ არა ვარაუდებით, არამედ ეკონომისტების შეფასებებით, მათ შორის რუსებისაც და უკრაინის ხელისუფლების განცხადებებით. და გამოშვების ბოლოს კიდევ ორ ახალ ამბავს მოგიყვებით, რომლებზეც უკრაინელებს სიამაყე ეუფლებათ, ხოლო რუსებს ისტერიკა. თუ მოკლედ ვიტყვით, უკრაინულმა F-16-მა პირდაპირ ბრძოლაში პირველად გაანადგურა მოწინავე რუსული გამანადგურებელი. ხოლო ვლადიმირ პუტინმა როგორც ჩანს შარვალში ჩაასხადა სასტრაფოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი დროპატოვი ძებნილად გამოაცხადა. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ. გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ პირადად მადლობელი ვიქნები თქვენი გამომწერისთვის. ჯანდაბა. ხო, მოდით შენობასთან გადავიდეთ. აქ გომა არ შეიძლება. დათილი იყოს თქვენი მობრძანება, კალოვო, შაიბა, ხოლმსი. ჩვენ სარხზე. ვეხვდები, აი ისინი მანქანას იღებენ და მიდიან. ხო, მთლიანად უნებელი დიახ. ხო, სწორია. სუბტიტრები დიმატორზოგი. თელ რუსეთში კვლავ იტრის Wildberries-ის უმსხვილესი საწყობები. უკვე აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინს უბრალოდ არ აქვს და არც ექნება დაცვა უკრაინული დრონებისგან. და რუსებს მხოლოდ უკრაინელების წყალობაზე შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 18 ივლისს. მაშინ ჩვენსმა დრონებმა დაარტყეს Wildberries-ის ორ ლოგისტიკურ ჰაბს მოსკოვის მახლობლად, ელექტროსტალში და ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში. შედეგად საწყობები მთლიანად დაიწვა. და მხოლოდ ელექტროსტალის საწყობის ფართობი 250,000 კვადრატული მეტრი.
სულ მოსკოვის მახლობლად და ტამბოვის ოლქში იმ ღამეს დაახლოებით 350,000 კვადრატული მეტრი დაიცვა. საგულისხმოდ ეს დაახლოებით 50 საფეხბურთო მოედანია, რომლებიც ფერფლად იქცა. მაგალითად, ელექტროსტალში ხანძარი რუსმა მეხანძრეებმა მხოლოდ 3 დრის შემდეგ შეძლეს ჩააქრა. რუსული მხარის ინფორმაციით, ელექტროსტალში 1 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. კოტოვსკში ღამის ცვას დაატყდა თავს. 7 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 24 დაშავდა. მხოლოდ ამ ორ ობიექტზე ზარალი $2.5 მილიარდად არის შეფასებული. და აი 22 ივლისის ღამე ახალი დარტყმების ტალღა და ისევ Wildberries-ის საწყობებზე. დარტყმის ქვეშ მოექცა Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსები კრასნოდარში და ნევინომისკში, სტავროპოლის მხარეში. ორივე საწყობზე თავდასხმის შესახებ თავად კომპანიის ხელმძღვანელმა ტატიანა კიმმა განაცხადა. ორივე ობიექტიდან მოხდა ევაკუაცია, თუმცა დაშავებულები მაინც არიან. სტავროპოლის გუბერნატორის ვლადიმირ ვლადიმიროვის ინფორმაციით, ნევინომისკში დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო ორივე საწყობში ჯამში 13 დაშავებულია. საერთოდ კი ჩემი რჩევა რუსებს, რაც შეიძლება მალე დატოვეთ Wildberries-ის საწყობებში მუშაობა. იმიტომ რომ ეს დარტყმები ერთჯერადი შეტევები არ არის და უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა დიდ საწყობს გაანადგურებს. ამაში არც კი შეიტანოთ ეჭვი. მას შემდეგ, რაც პუტინმა ვერ შეძლო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვა, დამიჯერეთ Wildberries-ის საწყობების დაცვა ბევრად უფრო ადვილი იქნება. ამიტომ გაიქეცით, დამალეთ თავი, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რადგან იქ აუცილებლად დაიძობით საქონელთან ერთად. შეხედეთ გეოგრაფიას. მოსკოვის ოლქი, ტამბოვის ოლქი, კრასნოდარის მხარე, სტავროპოლის მხარე. უკრაინული დრონები მთრის ლოგისტიკას ურთყამენ რუსეთის ცენტრიდან სამხრეთამდე. და ეს ყველაფრის გარდა. შეგახსენებთ, ბოლო დღეებში იქ იწვოდა ნავთობაზა პოდოლსკში, ლოგისტიკური ჰაბი სამხრეთის კარები დომოდედოოში, სამრეწველო ზონა ლიპეცკთან, სადგური როსტოვის ოლქში და ასე შემდეგ. ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ ფართო ფრონტზე მოქმედებენ. მაგრამ ამ შესანიშნავი კადრების, წუწუნი რუსების და დამწვარი საწყობების უკან იმალება ყველაზე სასიამოვნო რამ. ეს არის ზარალი. რადგანაც ციფრები ისეთი გამოდის, რომ თვითონ რუსი ეკონომისტებიც კი თავში ხელს იტაცებენ. და აი მთავარი შეფასება, რომელიც მე უკვე გუშინ მოვიყვანე და რომელიც მხოლოდ დღეს გამოჩნდა რუსულ პრესაში, ასე ჟღერს. Wildberries-ის საწყობებში ხანძრების შედეგად მიხენებულმა ზარალმა 53 რუსეთის რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა. 53 რუსეთის რეგიონი წელიწადში ნაკლებს იღებს, ვიდრე ერთ ღამეში დაიცვა. ანუ ერთი დარტყმით ლოგისტიკაზე უფრო მეტი დაიცვა, ვიდრე თითოეული იმ 9 ასეული რუსეთის ფედერაციის სუბიექტის წლიური ბიუჯეტი. ესე იგი, რუსულმა ვედომოსტიმ ექსპერტები გამოგითხრა. მხოლოდ დამწვარი საწყობების ღირებულება 20 მილიარდ რუბლს აჭარბებს. ეს მხოლოდ შენობებია. მაგრამ აღჭურვილობისა და საქონლის გათვალისწინებით, საერთო ზარალი შეიძლება 50 მილიარდ რუბლამდე გაიზარდოს. გავიმეორებ, ეს არ მოიცავს იმ საწყობებს, რომლებიც ამ და წინა ღამით დაიწვა. საუბარია მხოლოდ ელექტროსტალისა და ტამბოვის ოლქის საწყობებზე, რომლებზეც პირველ ღამეს 18 ივლისს შეტევა მიიტანეს. 50 მილიარდი რუბლის ციფრი მხოლოდ Wildberries-ის კომპანიის ზარალია. მაგრამ ყველაზე საინტერესოა გამყიდველების დანაკარგები. აი იმ გამყიდველების, რომლებიც თავიანთ საქონელს ამ საწყობებში ინახავდნენ. ანუ ჩვეულებრივი რუსების ზარალი. უკვე ვეღარ ვიკავებ ცრემლებს. ახლახან 20 წუთის წინ. კრასნოდარის საწყობი დაიბომბა. ეხლა კრასნოდარის საწყობი იწვის. არ მოიდგინეთ იქ რამდენი ჩვენი საქონელია. უკვე მინდა რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უბრალოდ დასრულდეს. იქ იმდენი ადამიანი იღუპება, იმდენი მეწარმე იტანჯება. ეხლა ჩვენ გვჭირდება მე-6, მე-7 თვისა და 9 წლიანი საგადასახადო ანგარიშგებები უნდა ჩავაბაროთ. აღარ ვიცი. მე ვაკეთებ ესმით, უკვე აი ასე ვარ. უკვე აღარ ვიცი რა თქვა, მაგრამ უკვე ნევონომისკის საწყობიც იწვის. ეს კრასნოდართან ახლოსაა. ეს მესამე საწყობია. რამით როგორც ჩანს თავდასხმა იყო როგორც კრასნოდარზე მთლიანად, ასევე ნევონომისკზე. შოკში ვარ. შეფასებით, ეს ზარალი შეიძლება 170 მილიარდ რუბლს აღემატებოდეს.
ახლა ყურადღება. მთელი კონცერნის, მთელი კომპანია Wildberries-ის წლიური მოგება გასულ წელს იყო 175 მილიარდი რუბლი. ანუ თეორიულად თუ კომპანია გადაწყვეტს სამართლიანად აუნაზღაუროს გამყიდველებს დამწვარი საქონელი, მოუწევს გადაიხადოს თანხა, რომელიც მთელი წლიური მოგების ტოლია. როგორც იცით, კომპანია Wildberries უბრალოდ უარს ამბობს ამ დაუბანაო, გაველურებულ რუსებს ნებისმიერი ზარალის ანაზღაურებაზე. რუსებს უბრალოდ უარი უთხრეს და უთხრეს, რომ სახლში იტირონ, მაგრამ თავიანთი ფული დაივიწყო. რუსები კი ტირიან, თუმცა ამას ძალიან უცნაურად აკეთებენ. Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას კომპენსაცია გადაუხადოს გამყიდველებს, რომლებმაც საქონელი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ეს კეთილშობილურად ჟღერს, მაგრამ ერთი ნიუანსია. თავდასხმამდე 2 კვირით ადრე, 7 ივლისს, ძალას შევიდა Wildberries-ის განახლებული ოფერტა. და ამ ახალი ოფერტის მიხედვით კომპანია მოხსნა პასუხისგებლობა საქონლის დაკარგვაზე, დრონების, რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის დარტყმების შედეგად. სხვათა შორის, თუ რუსეთში მაინც და მაინც თანმიმდევრული ყოფილიყო, ვფიქრობ, კომპანია Wildberries შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრებინა. იცით რატო? იმიტომ რომ როდესაც მათ მიიღეს ეს ახალი ოფერტა, ამით მათ რუსეთის არმიის დისკრედიტაცია მოახდინეს. ანუ კომპანია საერთოდ არ სჯეროდა, რომ რუსული კომპანია, რუსული არმია შეძლებდა მათი დაცვას უკრაინული დრონების, რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის დარტყმებისგან. და კომპანიამ სრულიად არ სჯეროდა რუსული არმიის ოფერტაში ჩაწერა, რომ ამისთვის არაფერს აანაზღაურებთ. ეს ხომ რუსეთის არმიის დისკრედიტაცია. ანუ მათ წინასწარ უკვე ეჭვი შეიტანეს მის ეფექტურობაში, რაც სხვათა შორის სწორადაც გააკეთეს. ანუ ზუსტად 2 კვირით ადრე, სანამ საწყობები ფერხლად იქცეოდა, marketplace-მა ჩუმად შეცვალა წესები ისე, რომ დრონების დარტყმებისისას დამწვარი საქონლისთვის არ გადაეხადა. დამთხოვა? არა, რა თქმა უნდა არა. მაგრამ სწორედ იმ ტატიანა კიმის კეთილშობილური განცხადების უკან იმალება ცინიზმი, რომითაც რუსები საკუთარ მოქალაქეებს ატყუებენ. Wildberries უკვე საკმაოდ უცნაურად იქცევა. გამყიდველების პირად კაბინეტებიდან უბრალოდ გაქრა. ანგარიშები საქონლის ნაშთებზე, რომლებიც დამწვარი საწყობებში ინახებოდა. და სწორედ ეს ანგარიშები არის ერთადერთი, რაც გამყიდველებს იმედს აძლევს, რომ რაიმე კომპენსაციას მაინც მიიღებენ. როგორც მიხვდით, თუ მონაცემები არ არსებობს, ანგარიშებიც არ არსებობს და არც მტკიცებულება იმისა, რომ შენი საქონელი საერთოდ იქ ინახებოდა. თუ ნაშთების ანგარიში არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის საწყობში არ ყოფილა. დოკუმენტების მიხედვით დამწვარი საწყობებში საერთოდ არაფერი იყო და გაუგებარია, რატომ ტირიან ახლა ეს რუსები სოციალურ ქსელებში. და კიდევ ერთი, კრასნოდარში დათქმის შემდეგ როსპოტრებნაძორის რეგიონალურმა სამმართველომ რეკომენდაცია მისცა მოსახლეობას იშვიათად გავიდნენ გარეთ და გამოიყენონ რესპირატორები საწყობში ხანძრის გამო. ანუ მილიონიანი ქალაქის მცხოვრებლები სახლში სხედან და ნიღბებით სუნთქავენ, რადგან გვერდით ლოგისტიკური საწყობი იწვის. და წარმოიდგინეთ, რა ინახებოდა იმ საწყობებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ პლასტმასისა და ქიმიის ტონები შეიძლებოდა ყოფილიყო. და აი ტორტზე ალუბალი. ნახეთ, ბოლოს ცოტა რო გაგეხიმოთ. სანამ ლამაზად იწვის Wildberries-ის საწყობები, სანამ რუსები სოციალურ ქსელებში ტირიან, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო თათბირი მოიწვია. არა, რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ რუსებზე იფიქროს. ოფიციალური ქრონიკის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებით არის დაკავებული. დღეს მან გაზმანოვი და ეიფმანი იუბილეებთან დაკავშირებით მიულოცა. ეხლა მთავარი კითხვა, რატომ წვავს უკრაინა საერთოდ Wildberries-ის საწყობებს? აქ მე არ ვეხრნობი ჩემს ვარაუდებს, არამედ პირდაპირ განცხადებებსა და ექსპერტების შეფასებებს. დავიწყოთ ოფიციალური პოზიციით. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმები marketplace-ის ობიექტებზე და მათ შორ მანძილზე მოქმედ სანქციები უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო მნიშვნელობაც ახსნა. ლოგისტიკური ცენტრები, ციტირებ, გამოიყენებოდა რუსეთის არმიისთვის დრონების კომპონენტების, ნავიგაციური აღჭურვილობისა და ეკიპირების მიწოდებისთვის. ანუ ეს არ არის მშვიდობიანი საწყობები, როგორც ახალკვირის რუსული პროპაგანდა, არა, ეს სამხედრო მომარაგების რგოლებია. და კიდევ, რუსებმა როგორც ჩანს უკვე დაავიწყდათ, მაგრამ მე მათ შევახსენებ. 25 ივნისს ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაუნტკიცა 40 დღიანი გავლენის ოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ, ომის შეწყვეტის მიზნით. საკითხი იმაშია, რომ 40 დღის განმავლობაში დრონები დაწვავენ. უბრალოდ უნდა დაწვან რუსეთი, რომ ველურ რუსებს ბოლოს და ბოლოს გაუგონ, რა ჩაიდინეს, სად ჩაერიენ და ვის შეეხნენ.
მათ ჩეჩნებიც ეუბნებოდნენ, რომ ჯოხარ დუდაევი ამბობდა: არ შეეხოთ უკრაინელებს, თორემ ეს ისე დაგიბრუნდებათ, რომ დიდხანს ინანებთ. არ მოусმინეს. და ახლა მიმდინარეობს 40 დღიანი კამპანია ამ რუსების იძულებისა, რომ მათ მაინც რაღაც გაეგოთ. თუ დააგვირდებით რა ხდება ბოლო კვირებში, ეს არის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების, ნარხნების, ნავთობსაცავების, ლოგისტიკური ჰაბების, პორტების, სპორტების, ქარხნების და ასე შემდეგ სისტემატური განადგურება. ასე რომ სურათი თავისთავად ყალიბდება. ანუ საქმე მიდის მიდგომის შეცვლაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ არაუბრალოდ ცალკეულ ობიექტებს, არამედ მთლიანად რუსეთის არმიის მომარაგების მარშრუტებს. ანუ არა ერთი საწყობი, არამედ მტრის შესაძლებლობა მიაწოდოს რამე ჯარისკაცებამდე. და აი დღეს ბლუმბერგი წერს: უკრაინული დარტყმების გაფართოება რუსეთის ლოგისტიკურ ცენტრებსა და თუ ეს ერთჯერადი აქცია კი არა, სისტემური კამპანია გახდება, აშკარად უარყოფით გრძელვადიან შედეგებს უხადის რუსეთის ეკონომიკას. აი სწორედ ამაშია პასუხი. რატომ ნერვიულობს კრემლი? იმიტომ რომ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის შეკეთება ასე თუ ისე შეიძლება რამდენიმე თვეში სცადო. ბენზინი შეიძლება რა თქმა უნდა მუხლებზე დადგე და ყაზახეთს სთხოვო. და როცა მთელი ლოგისტიკა ირღვევა, მაშინ ფაქტობრივად მთელი სამომხმარებლო ეკონომიკა ერთდროულად ირღვევა. საქონელი არ არის, საქონელი არ ჩამოდის, გამყიდველები გაკოტრდებიან, ფასები იზრდება, ინფლაცია ჩქარდება, ბიზნესის ნდობა მკვეთრად ეცემა. და ეს ყველაფერი ემატება უკვე არსებულ საწვავის კრიზისს, ნავთობ გადამუშავების ჩავარდნას და რიგებს ბენზინგასამართ სადგურებზე. სხვათა შორის ბიზნესის ნდობის შესახებაც. აქაც საინტერესო ამბავია. დღევანდელი ახალი ამბავი ასე ჟღერს. ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ კაპიტალი მკვეთრად გარბის რუსეთიდან. ბიზნესი გამალებით ცდილობს თავისი აქტივების რუსეთიდან გამოყვანას. ეს კი ყველაზე სამართლიანი ინდიკატორია იმისა, რომ ბიზნესი ვერ ხედავს პერსპექტივას გააგრძელოს მუშაობა გადაგვარებულ რუსეთში. და გამოშვების ბოლოს კიდევ ორი ახალი ამბავი, როგორც ამბობენ დესერტად. აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა, სენატში მოსმენებზე საინტერესო ამბავი გააჟღერა. უკრაინულმა F-16-მა პირველად ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი საჰაერო ბრძოლაში. მისი პირდაპირი ციტატა. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიხილეთ პირველი საჰაერო ბრძოლა, რომელშიც უკრაინულმა F-16-მა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი პარტნიორის მხარდაჭერით უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ეშელონირებული თავდაცვის სისტემა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის შესაძლებლობა გააფართოვოს მრავალფენიანი თავდაცვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც მიწა ჰაერი, ასევე ჰაერი მიმართულებით და ცალკე შეაქო უკრაინული სამრეწველო ბაზის მუშაობა. ეს, ხაზგასმით ვამბობ, პირველი დადასტურებული საჰაერო ბრძოლაა, სადაც ჩვენი F-16-მა რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო. ეს ნიშნავს, რომ რუსები ახლა უფრო ფრთხილად მიუახლოვდებიან ფრონტის ხაზს. და მეორე ამბავი, რომ ბოლოს ცოტათი გაგიუმჯობესოთ განწყობა, მიხაილ დროპატოვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად დანიშვნიდან არც კი გასულა ერთი დღე, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოაცხადა მისი ძებნა. როგორც ჩანს, პუტინმა ისე ძლიერ შეეშინდა, რომ პირდაპირ თქვა, სასწრაფოდ გამოაცხადეთ მისი ძებნა. ანუ რუსების ლოგიკა ასეთია, გენიალურია ბრჩხალებში. და ის ასე ჟღერს. ჩვენ ვერ ვამარცხებთ მას, ანუ დროპატოს. ბრძოლის ველზე, მაგრამ შეგვიძლია მისი ძებნის ბაზაში შეყვანა და რუსებს განუცხადოთ, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტი. აი რომ რუსულმა პირუტყვმა მართლა ირწმუნოს, რომ ისინი ნაცისტებთან იბრძვიან. და აი თქვენ დროპატოვი, მთავარი ნაცისტი. ანუ თითქოს იმ ომის გამართლება, რომელსაც ისინი აწარმოებენ, გახსენებთ, დროპატოვი ის MBP-ს მეთაურია, რომელიც 2014 წლის მაისში მარიუპოლში ბარიკადებს არღვევდა. ხალხს იზვარინოს ალყიდან გამოხალდა და რუსული შეტევა ხარკოვზე ჩაშალა. მისი პირველი განცხადება დანიშვნის შემდეგ ძალიან მოკლე იყო. ამბობს, ადამიანების მიმართ პატივისცემით ვიმუშავებ. ხოლო მინისტრმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ფედოროვმა, მისი დანიშვნა თავისუფალი ხალხის ბრძოლის ახალ იმედად მოიხსენია. აქვე აღნიშნავ, რომ ასე წოდებული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ თითქოს 2017 და 2019 წლებში დროპატოს ხელმძღვანელობით 70-ზე მეტი დაბომბვა განხორციელდა დასახლებულ პუნქტებზე. გამოგონილ რესპუბლიკებში, DNR-სა და LNR-ში. მართალია თუმცა, შეგახსენებთ, ეს უკვე 2022 წლიდან. მიხაილ დროპატიმ გაანადგურა ვფიქრობ, რამდენიმე 10,000 რუსი ვანეკი, რომლებიც ვერ იპოვეს
რომლებიც უბრალოდ დაალპნენ წმინდა უკრაინულ მიწაზე. მაგრამ პუტინს ეს რუსი ვანეკები სულ არ ადარდებს. არა, დროპატი ძებნაში გამოაცხადეს დანაშაულებისთვის. თითქოს რაღაც არ არსებულ პუტინის მიერ მოგონილ რესპუბლიკებში. აი მათზე ფიქრობს. ხოლო ის რომ იქ რუსი ვანეკები უკრაინის მიწაში ილპებიან, პუტინს ეს ვანეკები სულ არ ადარდებს. ღმერთო, 1000-ობით მეტი, 1000-ობით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი. უკრაინული დრონები აგრძელებენ მტრის ლოგისტიკის განადგურებას. ელექტროსტალისა და კოტოვსკის შემდეგ უაილდბერისის საცხობები იწვის კრასნოდარში და ნევინნომისკში. დაახლოებით 350,000 კვადრატული მეტრის საცხობი დაიწვა. ზარალმა 53 რუსეთის რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჯარბა. გამყიდველები კარგავენ 170 მილიარდ რუბლამდე. უაილდბერისმა წინდა ხედუად შეცვალა შეთავაზების პირობები თავდასხმევამდე 2 კვირით ადრე, რათა არავის არაფერი გადაეხადა. კრასნოდარელები რესპირატორები დადიან, ხოლო კაპიტალი გარბის რუსეთიდან. საერთო ჯამში უკრაინის თავდაცვის ძალების მუშაობა გრძელდება. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. აბა დროებით ყველას.